გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. წერტილის დღევანდელი სტუმარი პროფესიით ეკონომისტი ჯოქეისის მრჩეველი ნიკოლ ზალავიძე იქნება. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს 2019 წელს მცირე ხნით, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ამჟამად ჩართულია რამდენიმე კერძო კომპანიის მართვაში, როგორც დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი უძრავი ქონების, სათავგადასავლო ტურიზმის და საერთაშორისო ვაჭრობის და ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში. ამიტომ საინტერესო იქნება მისგან შეფასებები და მოლოდინები ბიზნესში პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ხომ არ ჩანს უკვე კრიზისის ნიშნები ეკონომიკაში, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ქვეყანაში 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი შემდეგი კვირის დასაწყისში 31 მარტს გახდება ცნობილი. აღსანიშნავია ისიც, რომ PMCG Research-მა დღეს გამოაქვეყნა დასაქმების ტრეკერის უახლესი გამოცემა, რომელიც მიმოიხილავს საქართველოში შრომის ბაზრის ბოლოდროინდელ ტენდენციებს და შედეგები გვაჩვენებს, რომ 2025 წლის თებერვალში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობის წლიური ზრდა ყველაზე ნაკლები იყო 2023 წლის მერე. ასევე თებერვალში JobsG-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თურმე 20%-ით შემცირდა. ეკონომიკაში დეპრესიის ნიშნად შეგვიძლია განვიხილოთ თუ არა ვაკანსიების შემცირებაც მათ შორის, ამასაც ვისაუბრებთ ნიკოლ ზალავიძესთან ერთად და რა თქმა უნდა გავაანალიზებთ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შემდეგ Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის BA2 დონეზე უცვლელად დატოვებას, ხოლო პერსპექტივის სტაბილური და ნეგატიურამდე შემცირებას. Moody's-ი მიზეზებად რუსულ კანონს და ევროკავშირისგან სვლის შეფერხებას ასახელებს. ანგარიშის თანახმად ცვლილება მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რაც საქართველოს მომავალ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს. რა თქმა უნდა, ცალკე ფაქტორებად არის გამოყოფილი რუსული კანონი, როგორც უკვე ვთქვი, და ევროინტეგრაციის შეფერხება. და აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში გაურკვევლობას. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით არაა გამორიცხული პერსპექტივის გაუარესების შემდეგ ქვეყნის სუვერენული რეიტინგიც გაუარესდეს. რა ფასი აქვს და რა შემთხვევაში შეიძლება გაუარესდეს ან გაუმჯობესდეს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი? ნიკოლ ზალავიძესთან ამ კითხვებსაც დავსვამთ, ის უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტობის ნიკა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორც აღნიშნე, ბოლო დღეებში არაერთი ეკონომისტს შევაფასებინეთ Moody's-ის მიერ პერსპექტივის სტაბილური და ნეგატიურამდე გაუარესება და ყველას მოლოდინი არის ის, რომ თუ სიტუაცია არ ნორმალიზდა, შემდეგ 6 თვეში როცა ახალ განახლებას გააკეთებს სარეიტინგო სააგენტო, სავარაუდოდ დიდი ალბათობა, რომ რეიტინგი გაგვიარესდეს. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ და ახსოვთ მარტივად, ასევე ზოგადად რა გზავნილია პერსპექტივის გაუარესება? პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რომ მივესალმები ყველა შენს მაყურებელს და გამომწერს. პირდაპირ გადავეც საქმეზე, საკმაოდ ისეთი ყისიერი კონკრეტული გზავნილია Moody's-ისგან, მანამდე დეკემბერში იყო Fitch-ისგან ეს ყველაფერი. ძალიან კარგი არის ეს დოკუმენტი, იმიტომ რომ ერთი რომ ძალიან ბევრი არ არის, დოკუმენტი ძალიან ადვილია რომ წაიკითხონ და იმედია რომ წაიკითხავენ, როგორც ჭყალებში ეს კრიტიკოსები ჩვენ ამ შემთხვევაში ამის მომხმარებელი ვისაც ეს არ მოგწონს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ვისთვისაც ეს სამაგიდო სამუშაო დოკუმენტია. ძალიან კარგად აქვს მოცემული Moody's ეს ყველაფერი, გაშლილი ყველა დეტალი და მოლოდინით ჩვენ უკვე მოლოდინებზე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ ისევ ამ დოკუმენტზე, იმიტომ იქვე არის კარგად მოცემული ამ დოკუმენტში პირდაპირ დაწერილი, რომ იმ შემთხვევაში თუ ასე მოიქცევით, ასე წავა თუ და სპარგალკა ბჭყალებში მით ეს ბარბარიზმი რო გამოვიყენოთ თუ ეს სიტყვა ჩვენი ბავშვობიდან მოცემულია ის რომ თუ თქვენ გინდათ, ანუ ხაზებს შორის რომ წავიკითხოთ, მოდით ეს Moody's-ის დასკვნა, ძალიან ბევრი ისეთი მესიჯი იყო იქ მითითებული, ანუ ხაზებს შორის, რომელიც ძალიან სასარგებლოა ყველასთვის. კრიტიკოსებისთვისაც და არაკრიტიკოსებისთვისაც და, ну, რა ვიცი, ვინც თulis რომ ჩვენ ეკონომიკა თუხთუხებს გადმოდის ორთქლავს და ასე შემდეგ და არ ვიცით საწავიღოთ ეს ამდენი რაღაცა, მათთვისაც. ძალიან კონკრეტული მესიჯია მოცემული, მიზეზები გამოწვეული მისი რომ რატომ შემცირდა
მოლოდინი რატომ გახდა ნეგატიური და ეს შემცირებაც თვისობრივად ძალიან ნეგატიური პროცესია. ჩვენ ვიცით რომ 6 წელში ერთხელ ან 1 წელიწადში ერთხელ ხდება ამ საერთაშორისო სამი უმსხვილესი სარეიტინგო ორგანიზაციის მხრიდან რაღაც კონკრეტული რისკების შეფასება, ისინი სუვერენული რისკების გარდა, ანუ ქვეყნის სუვერენული რისკების გარდა, ინვესტორების, კონკრეტული კომპანიების, ბანკების და ასე შემდეგ რისკებსაც ამოწმებენ. ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გარღვევა, როცა ტექნიკურად პირველად ეს რეიტინგი რომ საქართველოში C რეიტინგი რომ რეიტინგი გამოვიდა მიიღო TBC ბანკმა 90-იან წლებში და რამოდენიმე დღეში თუ კვირაში მოხდა რომ სახელმწიფომაც მიიღო. ანუ ეს შეიძლება ვერთმოთ, მაგრამ ეს რას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და საჯარო და კერძო ინსტიტუტებისთვის ეს თანმიმდევრულად მიმდინარეობს ერთად და კარგია. სახელმწიფოს რეიტინგი თუა პოზიტიური ის ავტომატურად აისახება კერძო სექტორის რეიტინგებზეც. ჩვენი კერძო სექტორიდან არა გვაქვს ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც საჯარო განთავსებით არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. ვიცით რომ ეს არის 2 ბანკი და 1 კერძო კომპანია, ანუ ასევე ბანკის დამფუძნებელი, რაც ძალიან მაგარი ფაქტია და ძალიან დიდი. რა ფასი აქვს ამ რეიტინგებს რომ ახსნათ თქვენ ახსენეთ რომ იმედია მთავრობის გუნდიც წაიკითხავს, სავარაუდოდ წაიკითხეს და ჩემი აზრით ამოიკითხეს ის რომ რაღაცები კარგად არ არის, ამას თვითონაც იაზრებენ და ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას მაძლევს ის რომ როდესაც სადღაც რაღაცა კარგი ხდება ან სადმე დავწინაურდით, შეიძლება მნიშვნელოვნად თუ ნაკლებად მნიშვნელოვნად რეიტინგებში სამინისტროებიდან კონკრეტული სპიკერები ესე თქვენსავით არ მესაუბრებიან, მაგრამ პრესამსახური ჩაწერს ხოლმე ვიდეოს და გვიყვებიან რა კარგად არის ყველაფერი, ასეთი არც ფინანსთა სამინისტროს გაუკეთებია და რამდენადაც ვიცი ეკონომიკის სამინისტროსაც ეს ისე ინფორმაციისთვის. რა ფასი აქვს ამ რეიტინგებს სახელმწიფოსთვის და რა ფასი აქვს ბიზნესისთვის? რატომ არის მნიშვნელოვანი რომ წინ წავიწიოთ და 2019-დან ვართ თუნდაც ამ დიდი რეიტინგს? ამ ფასის გამოყვანის შემთხვევაში ვიტყოდი რომ კონკრეტულად ძალიან მაღალი ფასი აქვს, იმიტომ რომ ეს ეხება რეპუტაციას. და ჩვენ ვიცით ხო რომ რეპუტაცია არის საკმაოდ ცეთი სათუთი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე აქტივი, როგორც ფიზიკურად და კონკრეტულ ადამიანებს ეხება, ასევე ინსტიტუტებს და ასევე ქვეყნებს. რეპუტაციის აშენება ძალიან ძნელია, თუმცა მისი შერყევა არის ძალიან ადვილი. ამაზე მოქმედებს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები და შეიძლება სრულიად არასამართლიანი დაზიანებით, სრულიად არასამართლიანი მესიჯი, ძალიან ცნობილი შემთხვევაა, ყველამ კარგად იცის, ერთ-ერთი ბანკის გაკოტრება იაპონიაში რაღაც დასავლურ გამომთაბარ ქვეყანაში და წვიმის დროს თავი შეაფარეს ბევრმა ადამიანმა გადმოფენილ რაღაც პერგოლას, უბრალოდ წვიმა უძბალად წამოვიდა და ბევრი ადამიანი შეგროვდა იქ. ეს შეიძლება ფაქტი ნამდვილად არის, მაგრამ ეს ძალიან ცნობილი кейსია, რასაც საუბრობენ და ამ დროს რაღაც ინვესტორებმა, ვინც უბრალოდ შემთხვევით გაიარეს ან ფოტო გააზიარეს ან ტელეფონის დაარეკეს თუ რაღაცა რომ მოხდა, რომ იქ რაღაცა ხდება ნეგატიური, ესე იგი ბანკს მიაწყდნენ თავისი დეპოზიტარები და თანხები გააქვთ და ეგრევე დაიწყო გაყიდვა, ანუ დაშორტვა ამ ყველაფრის და ამან გამოიწვია იმ კონკრეტული ბანკის გაკოტრება. ეს შეიძლება მხატვრული ალეგორია, შეიძლება რეალური, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ რეპუტაციას აშენება სჭირდება ძალიან დიდი დრო. წეგან ვახსენეთ რომ 90-იან წლებში ეს იყო უდიდესი გარღვევა, როცა ჩვენ პირველად მოხვდით ფიჩის სარეიტინგო შეფასების იმაში და სუპერ ჯანკ ამბავში, მაგრამ მანაც საერთოდ შეფასება არ ქონდა და ნელ-ნელა წავიდა. ეს ძალიან ძიმე და ნელი პროცესია. თუმცა ისედაც დიდი ხანია საინვესტიციო რეიტინგამდე ვერ მივდივართ, რაც ერთად იმიტომ რომ თითქოს რაღაც ტრენდი იყო, მიდიოდა ყველაფერი კარგად, იმიტომ რომ ახლა მაგალითად მუდის თუ ისაუბრეთ, ხო ეს არის 2B, 2 და შემდეგ მოლოდინების ნაწილში გაუარესება, თუმცა 2B 2-მდე, ანუ double B 2-მდე არის კიდევ ამ ასეთი ჯანკ ნაწილში, ანუ სპეკულაციურ ნაწილში, სადაც რისკები მაღალია, მაგრამ ინვესტორებისთვის საინტერესო მას აძლევს მესიჯს, რომ შესაძლებელია აქ საქმის კეთება თქვენი რისკის ქვეშ. ეს ხო არის ინდიკატორი, ხო თუ ეხლა შენ მეტყვი რომ აი ეს კონკრეტული პროდუქტი შენ რომ მიიღო ადამიანურად გემრიელია, კარგია, მაგრამ გაწყენს და მიიღე რაღაცა რაოდენობით ხოლოდ შეზღუდვა.
წმინდა გაგებით ეს არის ხო ეტიკეტის უკანა გვერდია რომელიც საქართველოს რეიტინგი დღეს ჩვენი საქართველოს რეიტინგი ასეთია სამწუხაროდ ამ ბისში არის რამოდენიმე საფეხური და აქედან ჩვენ რომ მივედით ცედან ბეზე ავედით მე გავაუმჯობესეთ კიდე თითო საფეხური და მივდიოდით თითქოს თან მივდიოდით ეს ყველაფერი 2019 წლის ჩათვლით კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ ამან გამოიწვია არა პოლიტიკური რყევები, არამედ პროეკონომიკური რყევები გლობალურად, მაგრამ ამ გლობალური გამოსავლის ტრენდიც დაიწყო, მაგრამ ეგრევე, ანუ ტრიგერი რა იყო მუდისის ამ ახალ განცხადებაში ჩვენში ხო, ანუ ეს ყველაფერი რყევები და არასტაბილურობა გამოიწვია პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა სახელმწიფოს. ეს არის ამ სარკისებური კანონის მიღება, რუსული კანონის ის რომ ევროკავშირთან ხანგრძლივად დაწყებული მოლაპარაკებების შეჩერებამ, იმიტომ თუ წინა დასკვნებს და წინა რეიტინგის მაშინ პოზიტიური მოლოდინი ჩვენ პოზიტიური ნეგატიური პოზიტიური შეიცვალა და ეს საფეხურები მიდიოდა ზემოთ გაჩერებამდე. პერსპექტივა იყო დადებითი და მაგრამ მაშინ გაჩნდა რატომ კიდევ გარდა იმისა პოლიტიკური ნიშნებისა ეს ყველაფერი პოზიტიური მოლოდინი იყო ის დამოკიდებული იმაზე იყო რომ მაშინ გვეძლეოდა ის რომ თუ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა ობიექტურად და იმ გაწერილი საგზაო რუკის მიხედვით რაც ყველა მიცოდა ევროკავშირთან ნაწილში იგივე რეფორმების გატარება ასე შემდეგ 9 პუნქტამდე იმიტომ 9 პუნქტი რეალურად დიდი შველა იყო ჩვენი 30 გახდა 9 ანუ იქ ბევრი რაღაც ეტაპი იყო ეს რეფორმები თუ ისე წავიდოდა ჩვენ ვიცოდით რომ 2B2-დან შეგვეძლო გადავსულიყავით 2B1-მდე და მივახლოვებულიყავით საინვესტიციო რეიტინგს უკვე ჯერ ახლა რისკის ქვეშ ვართ ნიკა თქვენი მოლოდინი როგორი არის მოლოდინი კარგი არ არის კი რა თქმა უნდა სამწუხაროდ ეს ამ დასკვნაშიც არის მითითებული ძალიან დიპლომატიურად ძალიან რაფინირებულად და ზდილობიანად და ეს პოზიტიურისაც უყურებს მე მაინც ამ მუდისის ამ დასკვნას იმიტომ მუდისი გვაძლევს ინდიკაციას, თუ მუდისი არ არის რაღაც გაწყვეტების მიღების ტიპი. ის არის ორიენტირებული თავის ინვესტორებზე, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან ორიენტირებული, ისე კერძო ინვესტორებს. სახელმწიფოში მოპერირებენ მე კერძო ინვესტორებიც და ამით არსებობს ეს კომპანია 100 წელიწადზე მეტია, რომ ის თავის ინვესტორებს რაღაც მიმართულებას აძლევს, ხო? თუ არ მისცემს და ნაკლები ნდობა ექნება მაგასაც, ისიც აღარ იყიდეს მის სერვისებს. აქედან გამომდინარე, პოზიტიური მხრივ არის ძალიან კარგად დიპლომატიურად მოცემული, ფრთხილად რომ იქნებ გაიგოთ კიდევ ერთხელ დაანებეთ თავი თქვენს შიდა ამ რაღაც აბდაუბ და გაუგებრობას და დაუბრუნდით იმ ტრენდს, იმ მიმართულებას, რომელზეც მიდიოდით. მაგალითად, აი ჩვენ თუ ნეგატიური მოლოდინი მე რატომ მაქვს, ხო? ანუ დატა რომ გავაანალიზოთ, ანუ ეს ინფორმაცია 2019-20 წლიდან დღემდე. კოვიდის პერიოდმა ჩაარტყა ძალიან დიდად და ანუ ეს ცალკე განხილვის თემა რამდენად ეფექტურად, კარგად, სუდად იმართებოდა ის პერიოდი, ბევრი საუბარი. ოკეი, დავანებოთ, გადავშით, ცოცხლები ვართ, ცხოვრება გრძელდება. და ახალი გამოწვევები წამოვიდა გლობალური, ძალიან დიდი, მით უმეტეს 2024 წლის ბოლოდან ამერიკის არჩევნებმა ეს ძალიან გამოაჩინა, მაგრამ დღემდე დიდი მოულოდნელობაა, თუმცა შიდა ნაწილში რომ ავიღოთ, გაგუმჯობესდა აბსოლუტურად ყველა რეიტინგი. ჩვენ წეგან ახსენე რომ აი სპიკერები სამთავრობო მხრიდან ჩაწერენ და ამბობენ რომ აი ჩვენ ანუ აქცენტირება ხდება როგორც აი ჩიკასოში ხო ნახევარად სარიელი თუ ნახევარად სავსე რა კუთხიდან შევხედავთ ეს ხო ფიზიკურ იმაზე არ ცვლის რა სარიელია ნაკლებია რაღაცას ეყობა ანუ ჩვენ გქონდა ძალიან კარგი საქმის კეთების ან doing business-ის სოფლიო ბანკის რეიტინგით 2019 წელს ვიყავით მე-5 ადგილზე და ახლა ვართ მე-14 ადგილზე თავისუფლების ინდექსით ანუ პოლიტიკური თავისუფლების და შემდეგ ინდექსით გავუარესეთ მდგომარეობა რაღაც მე-14 თუ მე-12-დან და იქითაც მაგრამ როგორ გვაძლევს ახლა ამას ნიკა როგორ გეუბნება რომ გავუარესეთ ნიკა სუდი ტიპია და ახლა გავალ კიდევ დამაჯარებენ ალბათ მაგრამ ოკეი და კაი ტიპები ახლა ვინც ამ ჭყალებში ჩვენ ხო სამწუხაროდ ვარად გაიყო თუ მე რაღაცას განსხვავებულს ვამბობ ესე იგი ჩასაქოლი ვარ და ერთხელ უკვე ჩამქოლეს და შემდეგიც იყავიო თითისქნება კიდევ ადგილზე it's okay ანუ ხდება შედარება რა იცი აი ჩვენ კი გაგვიუარესდა ეს doing business-ის რეიტინგი მაგრამ აი ჩვენ ახე აზერბაიჯანზე და სომხეთზე უკეთესი პოზიცია გვაქვს აი ამ პოლიტიკური თავისუფლების რეიტინგი კი გაგვიუარეს მაგრამ ნახეთ პორტუგალიაზე და საფრანგეთზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ანუ მიდის შედარება და ისე ცნობილი რიცხვების რეიტინგების წვალება ასვალტი ჭამოთ ამბავია აი ძალიან ცუდი შედარება თუმცა ახლა რეიტინგიც ბევრი ესეთი
მნიშვნელოვანი რეიტინგიც არ გვაქვს, ასე ვთქვათ, კერძად რომ ვთქვათ, ამ ყველაფერს სისტემური ნაკლებია მოლოდინი, რომ ქართულმა ოცნებამ რაღაც სამაგიდო დოკუმენტად აიღოს ან ცხრადა თქმა, ან თუნდაც მუდისის ანგარიში და იზრუნოს იმაზე, სადაც ასევე გაწერილია, რომ თუ აი ამას თუ გააკეთებთ, რეიტინგში წახვალთ წინ. აი ამ შემთხვევაში გაუარესდება. რისი გაკეთება შეუძლია ბიზნესსაც. რაღაცნაირად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული ოცნება ცხოვრობს რაღაცა დღევანდელი დღით, რომ თავარია დღეს რაღაცა კარგად ვართ, აქციები მშვიდად მიდის, ან ნაკლები ხალხია, ლარი მეტნაკლებად მყარია, მაგერ რიცხვებში ეკონომიკა იზრდება და ასე შემდეგ. ბიზნესმა ხომ არ უნდა აიღოს ეს დოკუმენტი და ცოტა სხვანაირად უფრო საქმიანად გაესაუბროს მთავრობას. თუ რაღაცა ბიზნესიც დღევანდელი დღით ცხოვრების რეჟიმზე გადავიდა, რომ აი დეკემბერში საერთოდ არ გაყიდულა ბინა, მაგრამ აი იანვარში 5-11 გაიყიდა და მოდი მაშინ ეს სიღრმეში ჩავიდეთ და ბევრი ის იყო, ძალიან ბევრი გამოსვლელი იყო, ძალიან კომპეტენტური, წარმატებული ბიზნესი, რომ უზრუნველყოფა ყვავის, ყველაფერი ყვავის და კარგია და მე ვფიქრობ, რომ ბიზნესი არის ძალიან მწარე შეცდომის ეტაპზე. ახლა კი და მიმდინარე მანძილში ეს არის ძალიან ღია კოლაბორაციაში შესული ამ ძალიან არასწორი მიმართულებებით და ხელშემწყობი ხდება ამ ყველაფრის ძალიან ცუდი არის ეს ყველაფერი და მოდი აი მარტივად ვთქვა თუნდაც უძრავი ქონების გაყიდვებში რომ რაღაც ბევრი თეორიები იყო ძალიან კარგი იქნება წავს მაგრამ კონცენტრაცია აი ამ დარგში არის ძალიან მაღალი ისეთი მაღალია იყო ხა ახსნა განმარტებები გაკეთდა რომ რატომ შეაფერხეს ანუ შეანელეს ბანკებმა დაფინანსება ვითომ შეთქმულებაში ძამის დაადანაშავა ზოგიერთი ბანკები და არა ბანკები თავის საქმეს აკეთებს უბრალოდ რაღაცა 23-24 წლის განმავლობაში უშველებელი დაბანდებები გააკეთეს ამ ბანკებმა ეს იყო ხა დოქტრინულად რაც ეროვნული ბანკიდან გამომდინარე კონცენტრაციის რისკებთან რომ მივახოენ ოკეი და უცბად გაჩერდა მაგრამ მოდი ხა შევხედოთ ასევე გაყიდვებს და სად მიდიოდა თუ ჩვენ ავიღებთ ოფიციალურ და არაოფიციალურ სტატისტიკასაც რომელიც ძალიან ისეთი სანდუღა და ხელმისაწვდომია ბოლო 2 წლის განმავლობაში გაყიდვებზე მოდიოდა რა თქმა უნდა ისევ და ისევ სამწუხარო რუსეთის აგრესიის გამო და რუსეთიდან ბელორუსიდან უკრაინიდან რაღაცა გამოსული ტიპების მიერ შეძენები მაგრამ შეძენების ნაწილში უძრავი ქონების ყიდვის ნაწილში ძალიან გაზრდილი არის ანგარიშწორების ნაწილზე მაქვს საუბარი კრიპტოვალუტით ანგარიშწორების და ამას რატომღაც არავინ არ აქცევს ყურადღებას არც მათ შორის დიდი ექსპერტები ორივე მხრიდან კრიპტოვალუტიდან იგივე რემიტენსები ანუ რაც თანხები შემოდიოდა საქართველოში და შემოდის და რაც ესეც შემცირებულია მოდი ტრენდებს შევხედოთ მცირდება ძალიან ჯარისხების ჩვენი საგარეო ვაჭრობა იზრდება ნეგატიური ბალანსი ჩვენი ბიუჯეტო დეფიციტი იზრდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იზრდება სტაბილურად იზრდება თან ეს ძალიან ცუდია ეს ზრდის ტენდენცია ეს რაღაცა იზრდება რაღაცა მცირდება და იგივე რემიტენსებიდან თანხების ჩარიცხვები და რაც შემოდე რაც ჩვენი ეკონომიკის ახლა 18-20% იყო ესეც შემცირებულია ფიქსირდება ძალიან ნეგატიური მოვლენა ის რომ ჩარიცხვების გააკრიპტოვალუტირება ხდება ძალიან დიდი მოცულობით ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ იზრდება ჭრილოვანი ეკონომიკა იზრდება წნეხი მარეგულირებელზე რომ მან გაამკაცროს და მიიღო დირექტივებიც IMF-ისგან რომ ბლოკჩეინის სისტემის რეგულირება უფრო გაამკაცროს და უფრო შეზღუდოს იმიტომ რომ ჭრილოვანი ეკონომიკის წილი იზრდება რისკები იზრდება ისევ და ისევ რეპუტაციული ქვეყნისთვის იმიტომ რა ისე ჩვენ ხელს არ უწყობთ არანაირად თუ ამბობთ ამას ოფიციალურად და შეგნებულად გვინდა რომ არ შეუწყოთ ხელი ამ რუსეთის ჭრილოვანი ეკონომიკის დას და ამ უბედურებებს გვინდა არ გვინდა ეს ალბათ ხდება იმიტომ თუ დავაკვირდებით სტატისტიკას ბოლო 3 წლის განმავლობაში ვაჭრობა რუსეთთან არის გასამაგებული და გაოთხმაგებული თითქმის 3 მილიარდამდეა გასული. აქ ეს იზრდება, ну, მოდი ერთი შევხედოთ აქ ერთი მხრიდან, რომ რა კარგია ვაჭრობას ვძით, ახლა ექსპორტი გავზარდეთ, რა მაგრები ვართ, მაგრამ რომ შევხედოთ რისკებიც გვესდება აქ ამ იმაში ჭრილოვანი ბიზნესი ვერ ხედავს თუ არის ახლა მე მაგალითად ბიზნესს შევა დიდი ბიზნესიდან ალბათ ხო აი ბოლო ერთი კვირა სოციალურ მედიაში ანუ LinkedIn-ზე, Instagram-ზე თუ Facebook-ზე არის ძალიან მაგალითად მათ შორის BMG-შიც რომ ბიზნეს ასოციაცია იყო ვენდიში Excel-ი მოინახულა და რა მაგარია
აი ესეთი მაგარი ანეკდოტი მე მგონი დედამიწაზე არ არსებობს. უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობენ. ყოველ შემთხვევაში ის სექტორი დიალოგია კარგია იყოს, მაგრამ აი ცუდად არის საქმე, დღეს ბიზნესი რაღაცნაირ ილუზიაში ხარ შეხვდა. პასუხისმგებლობას არ იღებს ბიზნესი არაფერზე, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ და გახსნილად და შეიძლება ეს ყოველას ხორცი არავის არ ესიამოს, მაგრამ რაზე იღებენ პასუხისმგებლობას ამ ნაწილში, რომ რაღაცა მათი შვილების ტოლ ადამიანს, ანუ სტუდენტებს რაღაც 40-55000 ლარის ჯარიმა მიდის ყოველ დღე ესდებათ. ჯარიმა იმის გამო, რომ ისინი უბრალოდ პროტესტს გამოთქვავენ, მოდი ისე შევხედოთ რა, გავამტყუნოთ ეს ახალგაზრდები პროტესტს რო გამოთქვავენ. და რას აკეთებს ეს ჩამოყალიბებული ბიზნესი ადვოკატირების ნაწილში? რამე არგუმენტირებულებას აძლევს, რა თქვენ აქ რო გამოხვედით, არასწორად იქცევით. იქნება ბიზნესი არ ერევა პოლიტიკაში. ოკეი, ნუ ჩაერევა პოლიტიკაში, დაველოდოთ ხო? ჩვენი ბიზნესი რაზე დგას? ჩვენი ეკონომიკა რაზე? თუნდაც ეს ზდა რა, რითი იყო გამოწვეული? თუ შევხედავთ ამის თქვენ ხედავთ ეკონომიკაში? კი, ხედავ დეპრესიის. აი სად ხედავთ, როცა ოფიციალური სტატისტიკა? მე ხედავ იგივე მუდისის ამ დასკვნაში და პირდაპირ და ხაზებს შორის დაწერილ მესეჯებში, რომელიც გადმოცემული აქვს ძალიან კონკრეტულად, ისინი გვეუბნებიან, რომ ეს ნაწილი იმიტომ გავაუარესეთ მოლოდინი და 6 თვეში კიდევ გადავხედავთ და იმიტომ მოგცეს ეს მიმართულება და მინიშნებები, რომ ფისკალური ინსტიტუციური მართვის პრობლემები გაქვთ, ფისკალური პრობლემები გაქვთ, რეზერვების ნაწილში პრობლემები გაქვთ. ანუ მთლიანად მართვის ნაწილში გაქვთ ყველაფერი, იგივე ეროვნული ნაკრების ბანკის დამოკიდებულებაში ძალიან ხაზგასმულია იქ და ხაზებს შორისაც IMF-ის როლიც კარგად არის მოხსენიებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს იწყება პოზიტიური მესიჯებით, რომ აი რაღაცა ჩვენამ მდგრადობა, ცუნპარამპა, ეს მდგრადობა და ზდაც იყო დაკავშირებული და დამოკიდებული სახელმწიფო შესყიდვებზე. ანუ ბიუჯეტით ხდებოდა და ხდება კიდევ ეს დაფინანსება, ძალიან კარგია, ინფრასტრუქტურული პროექტები, ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ რომ შევხედოთ მე რა შევხედავ ამ პრობლემას, შევხედოთ ამ პროექტების გაჭიანურებას, შევხედოთ შესრულების ხარისხს, შევხედოთ გადაწყვეტილების მიღების შერჩევის ტენდერებში გამარჯვების სისტემაზე, მაგათ 2024 წლის განმავლობაში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტებიდანაც ტენდერში გაიმარჯვეს 66-68% ამ ძალიან მსხვილ ტენდერებში გამარჯვებული ვითომ სხვადასხვა კომპანიებიდან ყველასთან მიდის კვალი, ციფრული კვალი, IP მისამართით, ერთ IP მისამართ, ანუ ეს არის ერთი კონგლომერატში ერთი კომპანია, რომელიც დაყოფილია და რაღაც აქ არის ასეულობით მილიონიან პროექტებზე. მითუმეტად ჩვენ უყურებთ ამ თემას, რომ როგორ ხარისხით კეთდება ინფრასტრუქტურა, სადაც ყველაზე დიდი ნაწილი ზდის ჩვენთან აქედან მოდის, ძალიან უკვე ეს არის და კარგი საშუალება. ცოტა დრო გრჩება და თავარი დავავწე და თან მალე ვნახავთ, ჩვენ უნდა გვავიწყდება აი ამ რეიტინგის გავლენა ჩვენს მიმდინარე ევრობონდებზე და მოზიდულ თანხებს. წელს უკვე გვიწევს განახლება, ანუ 1-300 მილიონიანი ბონდის ევრობონდის განახლება ვადის გასვლა კინიგზას და 500 მილიონი თუ არ ვცდები ივნისში თუ მაისში სახელმწიფოს. ამ ნაწილში ჩვენ უკვე ამ პერიოდში მარჟები, ანუ ჩვენი ხარჯი გაიზარდა, რაღაც 450 საბაზისო პუნქტით, ანუ 0.0 რაღაც ნაწილებში. თუ შევადარებთ ისე ჩვენ მეზობლებს ამ ნაწილში, ისინი უკეთესი მდგომარეობაში არიან, ანუ რადგან იმიტომ ჩვენი რისკები უფრო გაიზარდა და განახლების ნაწილში, როცა უკვე ალბათ მუშაობენ, კი აუცილებლად მუშაობენ ამ ნაწილზე, ჩვენ იგივე საფასო არ გვექნება მოლოდინი და ხარჯი სესხის მომსახურება რა გვიჯდება, რო ვიცით, თან ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 8% არის სესხის პროცენტის მომსახურება. ეს ტიპი გაიზრდება აუცილებლად, იმიტომ რომ გლობალური ეკონომიკაშიც ბევრი რამე შეიცვალა. იქაც გაზრდა ფული, აი ამ გაუგებრობებმა, რაც ეხლაც მიმდინარეობს. ამ გავლენას ყველა ვიგრძნობთ, მათ შორის ბიზნესიც, მაგრამ ფაქტია რაღაცნაირ ილუზიაში რჩება ოცნება და ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ მსხვილი ბიზნესიც სამწუხაროდ. ვნახოთ რა იქნება. თქვენზეც მინდა თქვენს ბიზნეს საქმიანობაზეც კითხოთ ძალიან მოკლედ ალტიჰატზე. ალპური სასტუმრო, თქვენ საიდან გყავდათ? ტურისტები, როგორი ზამთარი გქონდათ? ტურიზმშიც უკვე სექტორი აქტიურად საუბრობს პრობლემებზე და ვერ გაუგიათ არიციან საიდან ეცადონ ტურისტების შემოყვანას და აქ რა მოლოდინებია, მათ შორის თქვენი პარტნიორების მხრიდან? ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში ეხლაც ზამთრის სეზონი ახლა დავიწყეთ აქტიური, იმიტომ რომ საზღვაო უსაფრთხოებებიდან გამომდინარე და აქ გვყავს
ძირითადი მომხმარებელი ჩვენი ტრადიციულად არის დასავლეთ ევროპელი და ბოლო 2 წელია ბოლო ან კოვიდის შემდეგ რაღაც უფრო დავიმატეთ ხაც იაპონიიდან და კორეიდან და ამერიკიდან ტურისტები და წელს ახლა უკვე ყავს რაღაც ჯავშნები სეზონის ჯავშნებიც გვაქვს ასევე უფრო დასავლეთ ევროპიდან ბრიტანეთიდან საფრანგეთი ამერიკა ასე შემდეგ პოლონეთია ძალიან აქტიური ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ დაგვაკლდა ძალიან აქტიური და კარგი ტურისტი უკრაინიდან რომელიც ასევე ძალიან ესეთი იყო თუმცა ორგანული ზრდის ნაწილში მეტნაკლებად გვაქვს მაგრამ ეს ძალიან ნიშური და ძალიან როგორ ვთქვათ ახალი ინოვაციური მიმართულება იყო რომელიც რეალურად თამაშობდა ჩვენ შევქმნით და კიდევ ვაყალიბებთ ამ ბაზარს და ეს დიდი ღირებულებითი ჯაჭვის ნაწილი გავხადეთ და ვხდით ნელ-ნელა ამ პროცესებმა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვნად შეანელა ეს ჩვენისდაც წელს მოლოდინი რომ გითხრათ არ გვაქვს გაუარესდება ძალიან იმიტომ პატარა ნაწილია მაგრამ თუ იმუშავებს ისევ და ისევ პირდაპირ ფრენა ბრიტანეთიდან ეს ძალიან დიდ შეღავაც მოგცემს თუ მეტნაკლებად გაიმართება და საფრთხის ზომა არ გაიზრდება ჩვენი ქვეყნის დასავლეთ ევროპული ქვეყნების რომელიც უკვე არის ინდიკაციები და დღეარ გავა რომ საერთაშორისო ანუ ელჩებმა რაღაცა ნეგატიური განცხადება არ გააკეთონ რა თქმა უნდა ეს გლობალური ომის პარტიების და მასონების ზემოქმედებით მაგრამ ფაქტია ხო აკეთებენ ისინი ამ განცხადებებს არ შემცირდება ეს ნაკადები ჩვენს ძალიან დიდ პრობლემები შეგვექმნება იმიტომ რომ ის რადიკალური ცვლილება ქართული ტურიზმის სტრატეგიის და სახელმწიფოს მხრიდან ინდოეთზე და ჩინეთზე და ასე შემდეგ ამ სეგმენტის და მაღალმხარჯველი სეგმენტისთვის არასდროს არ ყოფილა ესეთი დიდი რა თქმა უნდა პატარა ნაწილები იყო მაგრამ ლოჯისტიკურად სისტემურად და გუშინაც ვნახე ჩალვას განცხადებას რომელიც 60-მდე სასტუმროს მართავს და ძალიან კი ძალიან კომპეტენტური ადამიანია და ძალიან დიდი ხანია ამ ბიზნესშია და მართლა ძალიან ანგარიშგასაწევია მისი აზრები უშუალოდ მის პორტფოლიოს ეხება უკვე და ეს კოვიდის მერე კოვიდში რაღაც სასწაულები ჩაატარა მან და მისმა კოლეგებმა რომ ეს დარგი გადაარჩინეს და გააგრძელეს მაგრამ ახლა თითქოს მშვიდობიანობის პერიოდში გაცილებით უფრო მეტი გამოწვევა. თუმცა აქაც ოფიციალური პირები შალვასაც და სხვებსაც ეუბნებიან რომ თქვენ ვერ ხვდებით თორე ყველაფერი კარგად არის ტურიზმში. ორი რეალობა გვაქვს როგორც პოლიტიკაში, ასე ეკონომიკაში. როგორც ეკონომიკა, ბოდიში ამზე კოვიდის შემდეგ გადმოვიდეთ რაღაც ლამას ქალაქიდან კამურაში გადავედით, ხო? ანუ ღამის პირველ საათია და ყველაფერი კარგადაა და კამურაში ღამის პირველ საათი ყველაფერი გენიალურად. ანუ აბსოლუტურად აქტიურად ჩავდივართ ზემო კამურაში, ანუ ეს თუ გადატანეთა და ხათულად თუ ვიტყვით, ანუ ეს გზა მიდის, ეს ტენდენციები მე არ ვიგონებ, ეს ყველაფერი რომ გავაანალიზოთ. რას ურჩევდით ბიზნესს, თქვენს კერძო სექტორის ნაწილი ხართ, მათ ვისაც სიტყვა ეთქმის, ვინც ეკონომიკის დიდ ნაწილს ქმნის, აი დღევანდელი 7 ამინდი, არ ვიცი რამდენად 7-ია, ეს რატომ არ არის სინამდვილეში 7 და რაღაცნაირად ოცნების დღის წესრიგს უნდა მიყვნენ და ვითამაშოთ რომ ყველაფერი კარგად არის, მე რა რომ სანქციებია, მე რა რომ იზოლაციისკენ მივდივართ, მე რა რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რეგიონის ქვეყნებთან იწყებს საუბარს და დარეკა ზოგთან, მაგრამ ჩვენთან არ დარეკა. რისი გაკეთება შეუძლია ბიზნესს? რატომ არ უნდა იყოს დღეს მშვიდად? მიუხედავად იმისა, რომ ისეთი შეიძლება არაფერი არ ხდება და ლარი მყარადაა და ესე შემდეგ. მე რაღაც გაკეთება შეუძლია, იმიტომ ეს ყველაფერი და მათ კარგად ესმით, რომ არის ძალიან მოკლევადიანი და ძალიან მოჩვენებითი და დგას არაფერს. იგივე არის გამყარებაც, როგორც გითხარით, ტენდენცია და ტრენდი საკმაოდ ნეგატიური, FDI გვიმცირდება, კურსის ანუ ცვალებადობა. კურსი არის ძალიან მოწყვლადი ნაწილი. და თუ შევხედავთ იგივე საბანკო სექტორის ალოკაციებს, აი FDI-ის ნაწილშიც კი ძალიან რადიკალურად შემცირდა, მაგრამ 23 წელს სანამ ძალიან შემცირდება სიტყვაზე 2 მილიარდიდან, როგორ განაწილდა 70%-მდე FDI-ის შევსება იყო საბანკო სექტორის. და ეს საბანკო სექტორის შევსება არის ყველაფერი ვალუტაში, იგივე ხო, ანუ ეს ვალდებულებები არის აღებული, ამას მომსახურება ჭირდება. იგივე დაბანდება, ანუ ყველაზე დიდი FDI-ის გენერატორი ვინც იყო, ხო, იქ დაბანდებულია და ძალიან სტაბილურია და თუ შევხედავთ ლიკვიდურობით საბანკო სექტორის არის იდეალურად, ანუ ბაზელ 3-ის პრინციპით ისინი რაღაც 5%-ით წინ არიან საბაზისო ლიკვიდურობის კოეფიციენტი, მაგრამ ამასაც თუ შევხედავთ 2022, 23, 24 წლების ტენდენცია მცირდებადია. 6.5 თუ 17%-დან 15%-მდე ჩამოვიდა ეს ბაზელ 3-ის დადგენილი ლიკვიდურობის კოეფიციენტი. ანუ რაც ნიშნავს, ეს საწვავი იწვება
ეს ბალიში არაა ესეთი დიდი, რომელზეც ამ სხვილი ბიზნესიც დგას და ბუტაფორიულია. ლარის გაუფასურება 15%-ით უკვე იწევს რაღაც 5%-მდე NPL-ების, ანუ ნეგატიური შესაძლებლობის პორტფელის ზემოქმედებას ამ IFI-ის და ეროვნული ბანკის სიმულაციით. ანუ მე არ ვიგონებ ახალს, რაც ოფიციალური ინფორმაცია და ეს გაუფასურება ძალიან მოწყვლადი თემაა და ამიტომ ეს კომფორტი, რომელშიც ეხა ბიზნესია და მსხვილი ბიზნესია განსაკუთრებით მეტი მოეთხოვება, ვისაც მეტი მიეცა მეტი მოეთხოვება, გაცილებით უფრო, ანუ მათი მდგომარეობა ჩვეულებრივ მოკვდავებთან მიმართებაში არის ის, რომ ისინი რაღაც შეიძლება 2-3 დღით უფრო მეტი რეზერვი ქონდეს და ან გავასწრო, გავიქცე პრინციპით მოქმედებდეს და აქ არის უფრო რაღაც დიდ სურათში. ეს არავის არ უნდა დაოპერისფრით ეს ადრესი თქვია და ეხლაც და კიდევ ვიტყვი. აქ არის საუბარი ოცნება იქნება თუ, ავიც მეხინკლეები თუ მარსის განთავისუფლების პარტია, ვინც არ უნდა მოვიდეს. ამ თავობაში უნდა შეთანხმდნენ, რომ საშუალო და გრძელვადიან ერთად თანამშრომლობას აქვს მარტო შედეგი და არა ის, რომ მე ვთქვი და მე ვარ უპირატესი და აი როგორც არის ძალიან მაგარია და სხვანაირად არ არსებობს. წერტილი რას დავუსვათ? აი ზუსტად ამას. იქნება ეს ოცნება, არსის განვითარების თუ გადარჩენის პარტია თუ რა ვინც არ უნდა მოვიდეს. უნდა ისწავლოს ერთად მუშაობა ყველა ოპოზიციამ, განსხვავებული აზრისა და ამიტომ გაერთიანდეს ერთი 3.5 მილიონიანი ქვეყანაა, ერთი ბეწო ეკონომიკა, ძალიან მოწყვლადი, მაგრამ ძალიან ეფექტური, რომელიც შეიძლება სწრაფად და ადვილად გახდეს ისევ სანდომიანი, როგორც ადრე იყო. კრიტიკა არ ნიშნავს მტრობას. მადლობა, ნიკა, საინტერესო ინტერვიუსთვის. მადლობა. დღეს ამით დასრულებულია ჩვენს კითხვებს ბიზნესმენი ჯოქეისის მრჩეველი ნიკოლოზ ალავიძე პასუხობდა. ნახვამდის გამშვიდობებით.